მოგესალმებით, ჩემო კარგებო. ამ ეპიზოდში ვისაუბრებ კვანტურ ურთიერთობებზე, კონკრეტულად არხატებზე და მაგირანებზე. ამაზე უკვე 2 ეპიზოდი მაქვს ჩაწერილი. ამ ვიდეოს აღწერაში იქნება მითითებული ლინკები, თუ წინა ეპიზოდები არ გინახავთ და თუ თქვენთვის ეს თემა რეზონირებს. და ამ ეპიზოდში უკვე ვისაუბრებ 3 ტიპის სამყაროზე, რომლის მიხედვითაც კომპლექტდება 3 ტიპის არხატები და 3 ტიპის მაგირანები, რომელზეც წინა ეპიზოდებში მაქვს ნასაუბრები. უკვე, ამიტომ ამ ეპიზოდს ალბათ ვერ გაიგებთ, თუ წინებს არ მოусმენთ. მე ვისაუბრე უკვე იმაზე, რომ არხატები და მაგირანები ეს არიან დემიურგები, რომლებიც მოდიან დედამიწაზე რაღაცების ცვლილებისთვის, ანუ ამ მატრიცულ სამყაროში რაღაცების ცვლა შეუძლიათ მათ. და არხატები არიან 3 ტიპის და ასევე მაგირანები არიან 3 ტიპის. ესენი არიან შივაიტური არხატები, ვაიშნავური არხატები და ბრაჰმანული არხატები და ასევე იგივე ტიპის მაგირანები. ცხადია, რომ ამ 3 ტიპის არხატებსა და მაგირანებს კავშირი აქვს 3 ტიპის ღმერთთან, საწყისთან. ვედურ პანთეონში გვაქვს 3 საწყისი ღმერთის წოდება და სწორედ ამ ენერგიებთან არიან დაკავშირებული არხატები და მაგირანები. ახლა კი მინდა ზოგადად ამ 3 ტიპის სამყაროზე მოვყვე და თითოეულს რა ფუნქცია გააჩნია, ხოლო თუ უფრო დეტალურად მოგინდებათ შემდეგ ინფორმაცია კონკრეტულად თითოეული ტიპის არხატებზე და მაგირანებზე, მაშინ აუცილებლად კომენტარებში უნდა დამეწეროთ, რომელი ტიპის არხატი ან მაგირანი გაინტერესებთ უფრო, იმის მიხედვით მოვამზადებ შემდეგ ეპიზოდს და ასევე გამომდინარე იქიდან, რომ ეს თემატიკა არის ახალი და ჩემს სოციალურ ქსელში, რასაც ვავრცელებ ხოლმე იმ თემატიკასთან ცოტა შორს არის. ამიტომ არ ვიცი რამდენად მოგეწონებათ, ან იქნება სინქრონი და ძალიან კარგი იქნება თუ კომენტარებში გამაგებინებთ, რამდენად საინტერესოა ეს თემა თქვენთვის და მაგის მიხედვით გავაგრძელებ ეპიზოდების ჩაწერას. მოკლედ შევდგეთ ახლა 3 ტიპის სამყაროს. დავიწყოთ შივაიტური სამყაროდან. შივაიტური სამყარო ეს არის ყველაფერი, რაც არის დაფარული, დამალული, იდუმალებით მოცული და ყველაფერი, რაც არის დაახლოებით ასე ხატოვნად რო აღწერო მიწის ქვევით, ანუ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ და სადაც არის ასევე უსაზღვრო პოტენციალი. აი, მოდით წარმოვიდგინოთ მარცვალი, რომელიც არის მიწის ქვევით, რომელიც ჯერ არ არის გაღვივებული, მაგრამ მარცვალში არის სრული პოტენციალი იმისა, თუ რა შეიძლება მივიღოთ ამ მარცვლიდან. შემდეგი სამყარო ეს არის ვაიშნავური სამყარო და ეს არის უკვე ყველაფერი, რაც არის მზის ქვეშ, ანუ ყველაფერი, რასაც ხედავთ, ანუ როდესაც მარცვალი უკვე ამოვა, როდესაც უკვე მივიღებთ გარკვეულ შედეგებს და ყველაფერი, რასაც ცხად სამყაროში ვხედავთ. ხოლო შემდეგი ეს არის უკვე ბრაჰმანული სამყარო და ეს არის უკვე სისტემური სამყარო, ხო? მაგალითად, წარმოვიდგინოთ ახლა ერთი მარცვალი და ერთი მისგან აღმოცენებული მცენარე კი არა, მთელი ბაღი ან მთელი რაღაცა სისტემა, რომელიც არის დაკომპლექტებული და გარკვეული წესებისა და რაღაცა ადაწესების მიხედვით არის მოწყობილი ამ სამყაროში. და ქრონოლოგიურადაც სწორედ ასე ვითარდება, ხო? ჯერ არის მარცვალი, ანუ პოტენციალი სრული, რომელიც არის ბნელში, მიწაში, შემდეგ აღმოცენდება მცენარე, ანუ ვაიშნაური სამყარო და შემდეგ უკვე მოდის ბრაჰმანული სამყარო, ანუ უკვე სისტემა. შესაბამისად, 3 ტიპის არხატები და მაგირანები სწორედ ამ ენერგიის მატარებლები არიან და სწორედ ამ ფუნქციებს ემსახურებიან. რაც შეეხება განსხვავებას, არხატები არიან მამაკაცები, ხოლო მაგირანები არიან ქალბატონები და განსხვავება მათ შორის არის ის, ცხადია გარდა იმისა, რომ მაგირანს გააჩნია შაქთიანული ენერგია და მამაკაცს ანუ არხატს არ გააჩნია და ის საზრდოობს ქალის ენერგიით, ეს უკვე პირველ ეპიზოდში მაქვს გაშლილი, ამაზე უფრო ვრცლად როგორ მუშაობს, მაგრამ ასევე განსხვავება არის ის, რომ არხატი მუშაობს ადამიანის ცნობიერებასთან და ზოგადად ცნობიერ სამყაროსთან, ხოლო მაგირანი, ანუ ქალბატონი მუშაობს ენერგეტიკასთან, ანუ ენერგეტიკულ სამყაროსთან. შესაბამისად, შივაიტური არხატები და მაგირანები მუშაობენ მარცვლებთან და მათი მთავარი მიზანი ცხოვრებაში და ფუნქცია, როგორც შივაიტური არხატებისა და მაგირანების, წარმოადგენს ის, რომ მათ მარცვალი უნდა გახეთქონ და მოამზადონ დასარგველად. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არხატი ამ შემთხვევაში მენტალურად და
ცნობიერების დონეზე მუშაობს იმაზე, რომ ადამიანი, ანუ როგორც მარცვალი რომ წარმოვიდგინოთ, ის უნდა გაწმინდოს ყველანაირი სიბინძურისგან და მოამზადოს იმისთვის, რომ ის იყოს შემდეგ იმ პოტენციალისთვის მზად, რომელიც მან უნდა გამოავლინოს სამყაროში. და მაგირანიც აკეთებს ზუსტად იგივეს, შივაიტური მაგირანი, ოღონდ ამას აკეთებს უკვე ენერგეტიკულ დონეზე. მაგალითები რომ მოვიყვანო, უფრო ცხადი რო იყოს რაზე ვსაუბრობ, ხო, აი მაგალითად, რას ნიშნავს ცნობიერით მუშაობა, ანუ ცნობიერზე, ხო? მაგალითად, არხაც შეუძლია რომ საუბრის დროს ამოიტანოს თქვენში არსებული დალექილი, არ ვიცი, რაღაცა ნაგავი, კომპლექსები, შიშები და ასე შემდეგ, რაც ფარავს ამ თქვენს პოტენციალს და საუბრით გაგიყვანოთ რაღაცა ჭეშმარიტებაზე და ამოგაქექინოთ თქვენი შინაგანი ის ყველაფერი, რაც უნდა დაამუშავოთ, ან რისგანაც უნდა გაანთავისუფლდეთ. ხოლო მაგირანს შეუძლია ენერგეტიკულად, სუფთა ენერგეტიკულად ამის გაკეთება. მას არ ჭირდება საუბარი, ანუ შეიძლება რამეზე ისაუბროთ კიდეც, მაგრამ ის მუშაობს აბსოლუტურად ენერგეტიკულ დონეზე. ანუ შეიძლება საუბრის დროს რაღაცა კონკრეტულ გამოსავლამდე არ მიგიყვანოთ მაგირანმა, მაგრამ ენერგეტიკულად აუცილებლად დაიწყება რაღაცა გარდაქმნები თქვენში ზუსტად ამ ფუნქციით, როგორიც არის არხატების შემთხვევაში. ამიტომ შივაიტური არხატები და მაგირანები უფრო არიან გამომაღვიძებლები ადამიანების და ყველაზე ძიმე ტვირთს იღებენ საკუთარ თავზე. ასევე ამ ტიპის არხატებსა და მაგირანებს ყველაზე ღრმა რაღაცა სიღრმეებში შეუძლიათ შეღწევა, ჩასვლა ფსიქიკის უღრმეს ნაწილებში შეღწევა და იქიდან მთელი აი ამ ქაოსისა და ნაგვის ამოტანა, რომელსაც ადამიანები ვინახავთ ხოლმე. რატომ არის ხოლმე საჭირო და რატომ არის ეს პირველი ეტაპი, რომ მოხდეს? იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც ვიბადებით მატერიალურ სამყაროში, არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ჩვენ ტალღოვანი სულები ვართ თუ მატერიალური სულები ვართ, ანუ მატერიაში სათამაშოდ მოვდივართ როგორც გოპები, მაინც ამის მიუხედავად თვითონ მატერიალური სამყარო არის ძალიან უხეში მატერიალური სივრცე, რომელშიც რა თქმა უნდა სუფევს მატერიალური წესები და არხატებისა და მაგირანების მოვლინების შემთხვევაშიც კი მათი ბავშვობიდან მოყოლებული რა თქმა უნდა ხდება მატერიალური სამყაროს დაშენება მათ ბუნებრივ პოტენციალზე და გამომდინარე რომ მატერიალური სამყარო არის შემზღუდველი ასეთი პოტენციალისა, რომლის მატარებლებიც არიან არხატები და მაგირანები და მით უმეტეს თუ ისინი იზრდებიან ისეთ ოჯახში, სადაც არც ერთი არხატი და მაგირანი არ არის და არც მაგალითი აქვთ და არც სწორი და შესაბამისი აღზრდა, მაშინ რა თქმა უნდა რაღაცა ასაკამდე ისინი როდესაც მივლენ, რა თქმა უნდა აქ არის უკვე ძალიან დიდი პრობლემა. ის რომ მატერიალურად აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ამას არხატები და მაგირანები ყოველთვის გრძნობენ, რომ რაღაცა დიდისთვის არიან მოსულები, თუმცა მათ აი ამ პოტენციალზე, აი ამ მარცვალზე, რომლითაც ისინი მოვიდნენ, ძალიან დიდი ნაგავი არის ზევიდან ფსიქოლოგიური თუ მენტალური თუ ფობიების კუთხით თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ დაშენებული, რომელიც მათ უშლით ხელს იმაში, რომ რეალურად გამოვლინდნენ. ამიტომ პირველი სამუშაოები, რომელიც ტარდება, ეს არის გაწმენდის სამუშაოები, რომელსაც თავის თავზე იღებენ და რომლის ფუნქციასაც ატარებენ კონკრეტულად შივაიტური არხატები და მაგირანები. ისინი ამ ფუნქციას ატარებენ როგორც ერთმანეთისთვის, ანუ შივაიტურ არხანსა და მაგირანს შეუძლია ერთმანეთთან სწორედ ასეთი ტიპის ურთიერთქმედების განხორციელება, ასევე სხვადასხვა ტიპის არხატებზე და მაგირანებზე შეუძლიათ ამ ფუნქციის შესრულება. როდესაც გაიწმინდება ადამიანი აი ამ ნაგვისგან და ბუნებრივ მდგომარეობაში დარჩება მისი მხოლოდ ჭეშმარიტი პოტენციალის ამარა, შემდეგი ეტაპი არის უკვე ვაიშნავური სივრცე და სამყარო და შემდეგ ტიპის სამუშაოებს უკვე ატარებენ ვაიშნავური არხატები და მაგირანები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობენ იმას, რომ ადამიანში ეს მარცვალი გაღვივდეს, ამოატანინონ ზევით, გააღვივებინონ და გამოავლენინონ მათი მაქსიმალური პოტენციალი. მას მერე ოღონდ რაც უკვე ჩატარებული არის წმენდის სამუშაოები. ამიტომაც ხშირად ხდება ხოლმე, რომ თავდაპირველად
სწორედ შივაიტურ არხეტებსა და მაგირანებს ხვდებიან ადამიანები, რომ ჯერ მოხდეს წმენდა, რომელიც ძალიან რთული პროცესია და ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი არის ამ პროცესში, ხოლო შემდეგ უკვე შეიძლება მათ შეხვდნენ ვაიშნაური ან თუნდაც ბრაჰმანული არხატები ან მაგირანები. რაც შეეხება პოტენციალის გაღვივებას, ანუ ასეთი ვაიშნაური არხატები და მაგირანები არიან უბრალოდ ადამიანები, რომლებიც ყველანაირად ხელს გიწყობენ და ყველანაირად ცდილობენ, რომ შენი პოტენციალით იმოძრაო. ამ შემთხვევაში თუ სწორედ ვაიშნაური არხატი და მაგირანი შეხვდა ერთმანეთს, ეს ძალიან კარგი ტანდემია, თუმცა პერიოდულად აქ შეიძლება მოხდეს ასევე რაღაცა გაჩერება პროცესებში, იმიტომ რომ პერიოდულად შეიძლება ორივე მათგანი მოითხოვდეს ისევ სხვა ლეველის წმენდას და პერიოდულად შეიძლება მოხდეს აქ დაშლა წყვილის და ისევ შეიძლება შეხვდნენ ისინი შივაიტურ არხატებსა ან მაგირანებს. საერთოდ ჯამში არხატებსა და მაგირანებს შორის ურთიერთობების გაგება და აღქმა კლასიკური გაგებით, როგორიც დღევანდელ საზოგადოებას ესმის, ეს არის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ისინი სულ სხვა მიზნებით არიან დედამიწაზე მოსულები და მათზე არანაირად არ მოქმედებს ის რაღაცა წესები და რაც გვესმის, რომ არის მორალური ან ამორალური და ურთიერთობა როგორი უნდა იყოს და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მათზე არ ვრცელდება, იმიტომ რომ ეს არის სრულიად სხვა სცენარი და ამ სცენარში არ ჯდება არანაირი ის ფსიქოლოგიური წესები, რომელსაც თუნდაც ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე სიარულით ადამიანი მოაგვარებდა. ამიტომ ხშირად არხატებსა და მაგირანებს შორის, როდესაც ჩნდება პრობლემები და ასეთი აუცილებლად ჩნდება ნებისმიერი ტიპის არხატებსა და მაგირანებს შორის, როგორც წესი ამას ფსიქოლოგი ვერ აგვარებს, იმიტომ რომ სტანდარტული წესები მათზე არ მუშაობს. თუ მაგალითად სტანდარტულად ფსიქოლოგი გვეტყვის და ნებისმიერი მორალური ადამიანი ოღონდ მიწიერი, რომ საყვარელი არ უნდა ყავდეს და ერთი ადამიანი უნდა ყავდეს ცხოვრების ბოლომდე და რაღაც მოგვიწოდებენ წესრიგისკენ და პატიოსნებისკენ, ასეთი რაღაცები არხატებსა და მაგირანებს შორის უბრალოდ არ მუშაობს, იმიტომ რომ არხატები და მაგირანები სრულიად სხვანაირად არიან, სხვა ენერგიების მატარებლები არიან და სხვადასხვა კავშირებში შედიან იმისთვის, რომ ისინი გაიზარდონ და სამომავლოდ საბოლოოდ რომელიმე ინკარნაციაში თავისი საბოლოო ფუნქცია შეასრულონ. ამიტომ არხატებსა და მაგირანებში ხშირად არის ხოლმე ბევრი ურთიერთობა, მათ შორის შეიძლება იყოს სამკუთხედებიც, როცა ერთი ადამიანი თქვათ მამაკაცი ავიღოთ, ხო? არხატი არის შივაიტური არხატი და ყავს შივაიტი ასევე მაგირანი და როდესაც მასთან ვერ უძლებს ამ ინტენსიურ ენერგიებს, იმიტომ როგორც უცით შივაიტური არხატები და მაგირანები ძალიან დიდი დოზით შეიძლება რომ მათ გამოიმუშონ, სწორედ მაგირანებმა ეს შაქტიანული ენერგია და ძალიან დიდი საქანელებია ხოლმე ენერგეტიკულად მათ ურთიერთობაში და შესაბამისად, როდესაც შეიძლება პირობითად მამაკაცი არხატი ამას ვერ უძლებდეს, ყავდეს მეორე პარტნიორი, რომელიც იქნება მაგალითად ვაიშნაური არხატი, კი არა და მაგირანი, რომელთანაც უფრო მეტ სიმშვიდეს იპოვის, მაგრამ ამავდროულად შაქტის ენერგია მაინც ექნება, თუმცა ვაიშნაური მაგირანის ენერგია შივაიტურ არხატს არ ეყოფა, ამიტომ როცა იქ რაღაცა ის ექნება დანაკლისი, მერე წავა ისევ შივაიტურ მაგირანთან. ეს ერთ-ერთი მაგალითი თუ როგორ შეიძლება რომ ეს სამკუთხედები და ესეთი ერთი შეხედვით ტოქსიკური ურთიერთობები შეიქმნას, მაგრამ ეს ყველაფერი მათი განვითარების გზაზე აბსოლუტურად მიზანშეწონილი არის, ანუ გამართლებით არ ვამართლებ ამ ურთიერთობებს, იმიტომ რომ საერთოდ ჯამში არხატმა და მაგირანმა უნდა შეძლონ, რომ ერთმანეთისთვის გახდნენ საჭი და არხატი, ანუ ერთადერთი პარტნიორები და მერე ავიდნენ უფრო კიდე მაღალ დონეზე, როგორც არის არხეა და თავარანგელოზი, მაგრამ საერთოდ ჯამში სანამ აქამდე ბევრი ინკარნაციის განმავლობაში ადამიანები მივლენ არხატები და მაგირანები, მათ ძალიან გრძელი გზა აქვთ და რა თქმა უნდა გადიან ძალიან ბევრ სხვადასხვა სახის ურთიერთობებს. დაუბრუნდეთ ისევ ვაიშნაურ არხატებსა და მაგირანებს, ანუ ამ შემთხვევაში ვაიშნაური მაგირანის შაქტის ნათება არის უფრო სუსტი, ვიდრე შივაიტურის, მაგრამ სამაგეროდ უფრო თანაბარი, ანუ უფრო დიდი ხნით შეუძლია ამ ენერგიის მოწოდება უწყვეტად და უფრო სტაბილური შაქტის ენერგიის
გამტარია. და როგორც უკვე თქვი, მათი მთავარი ფუნქცია არის უკვე იმუშაონ კონკრეტული პოტენციალის უფრო გაღვივებაზე და აღმოცენებაზე. ასეთი ადამიანები ხშირად არიან ხოლმე კარგი ლიდერები, კარგი კოუჩები, ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანებს მოუწოდებენ მათი პოტენციალი როგორ გამოიყენონ. პრინციპში არხატები და მაგირანები აბსოლუტურად ნებისმიერ სპეციალობაში შეიძლება იყვნენ, ესე არ გავიგოთ, რომ ყველა არხატი და მაგირანი რაღაცა სულიერ თემაში არა. ძალიან ბევრი ხელოვანი ვიცი, მათ შორის მუსიკოსი, რომლებიც არიან არხატები და მაგირანები და თავიანთი ხელოვნებით გადმოსცემენ ზუსტად იმას, რისთვისაც ისინი მასულები არიან. ხოლო შემდეგი ტიპის არხატები და მაგირანები, როგორებიც არიან ბრაჰმას ტიპის არხატები და მაგირანები, ასეთი არხატები და მაგირანების ფუნქცია კი უკვე არის სისტემების შექმნა, ხო? როგორც არის სახელმწიფო სისტემა თუ საგანმანათლებლო სისტემა თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ სისტემების შესაქმნელად არიან მოსულები. როგორც წესი, ეს ადამიანები ნაკლებად არიან სულიერებისკენ, ასე ვთქვათ, ნაკლებად ისწრაფვიან და არც დიდად მორწმუნეები არ არიან. ასეთი ადამიანებს უფრო აქვთ მეცნიერული ტვინი და მათ ისინი ეძიებიან სრულ ჭეშმარიტებას და ყოველთვის უფრო მეცნიერული და დასაბუთებული დარგები უფრო აინტერესებთ, იმიტომ რომ მათ უნდა შექმნან სისტემა და მათ არ ჭირდებათ ამისთვის არც რწმენა და არც რაღაც რელიგიურობა და არც მორწმუნეობა და არც სულიერ განვითარება, მათ ჭირდებათ მეტი ცოდნა, მეტი ინფორმაცია იმისთვის, რომ სისტემები ააგონ. როგორც წესი, ისინი ამაზე ძალიან ნელა მუშაობენ. ასეთი ტიპის არხატებსა და მაგირანებში დროის ფაქტორი ნაკლებად მუშაობს, ანუ თითქოს მათთვის დრო არ არსებობს, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ იდეალური სისტემა გამართონ და როგორც წესი ასეთი არხატები და მაგირანები ისევ თავიანთივე სისტემაში ინკარნირებენ, რომ მერე კიდე უფრო დახვეწონ, განავითარონ და საერთო ჯამში ძალიან სრულქმნილი სისტემების შექმნან. შესაბამისად, ასეთ არხატებსა და მაგირანებში ნაკლებად იპოვით რაიმე სულიერს და ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მაღალი დონის დემიურგები არ არიან, უბრალოდ მათ ასეთი ფუნქცია აქვთ და ნაკლებად არიან ასევე ემოციურები. უფრო არიან, ტვინი აქვთ მომართული ჭეშმარიტების ძიებაზე, თუ მაგალითად შივაიტურ არხატსა და მაგირანს უფრო სასწაულების ძიებაში არიან და უყვართ სასწაულები, უყვართ მაგია, უყვართ ალქიმია. ამ შემთხვევაში ვაიშნავურ არხატებსა და მაგირანებს კიდევ უყვართ ცხოვრების შერგება და ადამიანის პოტენციის განვითარება. აი, მოდი მეგობრებო, ყველამ ვიცხოვროთ მეგობრულად ერთმანეთთან. აი, ასეთი ლოზუნგით შეგვიძლია დავახასიათოთ ვაიშნავური არხატები და მაგირანები. ხოლო ბრაჰმანულს ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად ახარებს და მოტივაციას აძლევს ის, რომ რაღაცა სისტემას ქმნიან ისინი. ისინი ნაკლებად არიან ზოგადად ემოციურები, ნაკლებად გრძნობენ ზოგადად სამყაროს და ნაკლებად შეუძლიათ სიამოვნების მიღება სამყაროსგან. ყველაზე მეტ სიამოვნებას და ტკბობას მაინც ვაიშნაური არხატები და მაგირანები იღებენ სამყაროსგან, ხოლო ბრაჰმანულ ტიპის არხატებსა და მაგირანებს ეს ძალიან უჭირთ. ამიტომ აი ისევ და ისევ რომ დაუბრუნდე, რატომ შეიძლება რომ ბევრი ტიპის ურთიერთკავშირები იყოს მათ შორის და ბევრი პარტნიორები ყავდეთ, მაგალითად თუ ბრაჰმან არხატს ყავს ასევე ბრაჰმანი მაგირანი, ხო? ამ შემთხვევაში ისინი ძალიან სწორხაზოვნად და ძალიან სისტემურად უყურებენ ყველაფერს და რაღაცნაირად შეიძლება ამ სისტემაში თავისივე თავი გამოიკეტონ, ხო? ამიტომ მაგალითად ბრაჰმან არხატს შეიძლება ხანდახან ჭირდებოდეს თუნდაც ვაიშნაური მაგირანი, რომელიც ცოტა ცხოვრებით ტკბობას და სიამოვნებას ასწავლის და თუნდაც იმის აზრს გააგებინებს თუ რატო უნდა შექმნას ეს სისტემა, ხო? იმიტომ რომ ბრაჰმანმა არხატმა იცის ზოგადად სისტემის შექმნა და წამს რომ სისტემა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ამასობაში შეიძლება კრიზისი ქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ აზრი დაკარგოს თუ რისთვის არის საჭირო საერთოდ ეს სისტემა, რომელსაც ქმნის და ამას სწორედ მას დაანახებს ვაიშნაური მაგირანი, რომელიც არის აი ყველაზე მეტად რომ შეიგრძნობენ ცხოვრებას და ამ ცხოვრებით ყველაზე მაქსიმალურად ტკბებიან, სწორედ ასეთი მაგირანები, ასეთი იყო სხვათა შორის მერლინ მონრო და სწორედ ასეთი ტიპის ბრაჰმან არხატებს ამიტომაც ჭირდებათ ხოლმე სხვადასხვა ტიპის მაგირანებთან ურთიერთობა და ზოგადად ყველა ტიპის არხატსა და მაგირანს ჭირდება სხვადასხვა ტიპის არხატებსა და მაგირანებთან ურთიერთობა. რა თქმა უნდა, საერთო ჯამში ისევ ერთი და იგივე ტიპის არხატები თავისივე ტიპის მაგირანებთან უფრო იმეჩებიან და შემდეგ ხდებიან ერთიანები და ადიან უფრო მაღალ
level-ზე, მაგრამ ეს ხდება უფრო ბოლოსკენ, როცა სულები ძალიან განვითარებულები და დახვეწილები არიან, ხოლო სანამ ისინი გადიან რაღაცა გამოცდილებებს და გაკვეთილებს, მაშინ ყველა ტიპის ადამიანი, ყველა ტიპის არხატი და მაგირანი შეიძლება შეხვდეს ერთმანეთს და გარკვეული გამოცდილება მისცეს მათ. როგორ ხდება საერთოდ მათი შეხვედრა? ჩვენ წინა ეპიზოდში მე ვისაუბრე იმაზე, რომ შაქტიანული ენერგიის მატარებელი არის ქალი, ანუ მაგირანი, ხოლო არხატები მუდამ ეძებენ ამ ენერგიებს, განსაკუთრებით შივაიტური არხატი, რომელსაც ძალიან მძაფრი მოთხოვნილება აქვს და შიმშილი აი ამ შაქტიანული ენერგიისა, რომელიც გააჩნია მაგირანს. მაგრამ ასევე ზოგადად თვითონ მაგირანს ასეთი მძაფრი მოთხოვნილება არ აქვს მაინც და მაინც არხატის პოვნის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ის არის აი ამ ენერგიის მატარებელი და მას ამ ენერგიის სამყაროში გარდაქმნა შეუძლია თავისთვის. რა თქმა უნდა, როდესაც არხატი და მაგირანი ხვდება ერთმანეთს, ამ ენერგიების უფრო მაღალ ლეველზე აყვანა შეიძლება და ცირკულირება უფრო ისეთია, ხო, ქარბორბალასავით დატრიალდება და უფრო დიდი რაღაცების შექმნა შეუძლია, მაგრამ საერთო ჯამში თვითონ მაგირანი თავის თავში, რახან მას გააჩნია ეს შაქტიანული ენერგია, მას შეუძლია მაინც ოპერირება. ხოლო რაც შეეხება არხატს ეს არ შეუძლია, იმიტომ რომ არხატს ჭირდება მაგირანის ენერგია იმისთვის, რომ თავისი ფუნქცია შეასრულოს სამყაროში. და შესაბამისად, ყოველთვის, როდესაც არხატი და მაგირანი ხვდება ერთმანეთს, ყოველთვის ეს არის ხოლმე კაცის მოთხოვნილება, ანუ არხატის მოთხოვნილება, როდესაც არხატი იწყებს გამოღვიძებას და ამ შემთხვევაში გამოღვიძებაში გულისხმობ იმას, რომ ის ხვდება, რომ არაფერი მატერიალური და ის არ იქნება კმაყოფილი არასდროს, არ აქვს მნიშვნელობა მას ბევრი აქვს თუ ცოტა აქვს მატერიაში გაკეთებული, ის ხვდება მატერიალური სამყაროს უაზრობას და მთელ ილუზიას და შესაბამისად მას რაღაც უფრო დიდი მოთხოვნილება აქვს ცხოვრებაში და ეძებს უფრო დიდ აზრსა და არს ცხოვრებაში და სწორედ მაშინ ის ითხოვს სამყაროსგან დახმარებას. ეს შეიძლება აბსოლუტურად გაუაზრებელი იყოს და ადამიანი ამას ვერც აცნობიერებდეს, განსაკუთრებით განვითარების უფრო დაბალ ეტაპზე თუ არის არხატი და ის იწყებს სამყაროში, აი როგორც კი ეს ცნობიერება შემოვიდა მასში, რომ რაღაცა უფრო დიდი არის გასაკეთებელი და უფრო მნიშვნელოვანი და ამ მატერიაში საერთოდ რა ხდება, რა ამბავია, რა უბედურება, აი ამის მერე მისი სული ითხოვს და ეძახის მაგირანს და მის შორი ახლოს ყველაზე მარტივად, რომელი მაგირანი შეიძლება გაჩნდეს მის ცხოვრებაში, ესეთი მაგირანი ყოველთვის ჩნდება მის ცხოვრებაში. სხვა შეიძლება ეს არ იყოს მაინც და მაინც მისი მაგირანი, ანუ მის მაგირანში გულისხმობ ის მაგირანი, რომელთანაც შეძლებს საერთო ჯამში გამთლიანებას და საწესად არხატის დონეზე გასვლას და შემდეგ არხიასა და მთავარანგელოზის დონეზე გასვლას, მაგრამ იმისთვის რომ გააქტიურდეს მასში ეს არხატული ენერგია და ფუნქცია და ჩაიტვირთოს და გაახსენდეს, ამისთვის ამ შემთხვევაში პირველი გამოღვიძების ეტაპზე ნებისმიერი მაგირანი ჭირდება, რომელიც ადვილად არის ხელმისაწვდომი მის გარშემო. როგორც წესი, ეს არის ხოლმე შივაიტური მაგირანი, იმიტომ რომ გამოღვიძების ეტაპზე სწორედ ასეთი ტიპის მაგირანი ატარებს იმ სამუშაოებს, რომ ყველანაირი სიბინძურე მოაშოროს ადამიანს, ყველანაირი ილუზია და შეამზადოს იმისთვის, რომ მერე მისი მარცვალი იქნას სწორად აღმოცენებული. ამიტომ, როდესაც შივაიტური არხატი და მაგირანი ხვდებიან ერთმანეთს, ეს არის, არ ვიცი, აფეთქება, აი ერთი ესეთი ფოტო ნახატი მაქვს, უბრალოდ ნანახი, ქალი ძალიან ბევრი ასაფეთქებლით დგას, ანუ მაშხალებით და მამაკაცი მიდის სანთებელით. ანუ აი მართლა დიდი აფეთქება შეიძლება აქ მოხდეს, იმიტომ რომ სწორედ ესეთი დამეჩვის შემთხვევაში ხდება ორივეს შემთხვევაში, ანუ არხატსა და მაგირანს ორივეს ცხოვრებაში ხდება აი ამ რაღაცა ნაგვის ამოსვლა და ამ დემონების გახსნა და ამოსვლა, რაც მათში არის დალექილი. და ეს მართლა ძალიან რთული პროცესი არის. აი მაგალითად რომ მოვიყვანო, შივაიტური არხატი არის ნეო მატრიციდან და თვითონ კიანუც, ანუ მსახიობიც არის შივაიტური არხატი და ასეთივე როლს თამაშობს და ერთ-ერთი მაგალითი შივაიტური მაგირანისა არის
მაგალითად პენელოპა კრუზი, ხო? და შესაბამისად აი სწორედ ასეთი ორი ენერგიის შეხვედრა ერთმანეთთან იწვევს ძალიან დიდ აფეთქებას. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შუაიტური არხატებიც და მაგირანებიც ძალიან არასტაბილურები არიან და მუდმივად ემოციების პიკში და მერე ვარდნაში არიან და სწორედ ამ ტიპის არხატებსა და მაგირანებს შეუძლიათ ძალიან სიღრმეებში და დაუკრაფოებში გადასვლა. ახლა წარმოიდგინეთ, როგორი არასტაბილური და აფეთქებებით სავსე ურთიერთობა შეიძლება აქ მივიღოთ. მით უმეტეს, რომ ამ ორ მაგირანსა და არხატს ანუ შუაიტურს შეუძლიათ, რომ ძალიან ღრმა ყველა უჯრედი გახსნან, ყველაზე ღრმა უჯრედები გახსნან ერთმანეთში ან თუნდაც სხვა ადამიანებში და აქედან გამომდინარე, იქიდან მერე რა ამოვა, ეს ახლა იმაზეა დამოკიდებული თითოეული მათგანი რეალურად რა დემონების მატარებელია. ამიტომ ასეთ ურთიერთობაში ხშირად მათ თავიანთი თავისაც ეშინიან ხოლმე და ერთმანეთის და ხშირად ვერ უძლებენ და გაურბიან ხოლმე ასევე ერთმანეთს და მოკლედ ეს არის პირველი, ასე ვთქვათ, ინიციაცია, როდესაც არხატი იხსენებს თავისი მიზნების გზას, თურისთვის მოვიდა დედამიწაზე და პირველი ინიცირება ხდება სწორედ ასე. შემდეგ უკვე თუ მათ იგრძნეს რა თუ მოახერხეს, რომ თავიანთი ეს დემონები დაამუშავონ და შეხედონ პირველ რიგში თავიანთ დემონებს და დაინახონ რა მხელა დემონები ყავთ მათ, ამ შემთხვევაში უკვე შემდეგ შესაძლებელია რომ დააბალანსონ ურთიერთობა, თუ ორივე შემდეგ ლეველზე გადავიდა, ხოლო თუ რომელიმე ერთი არ გადავიდა შემდეგ ლეველზე, მაშინ მას ისევ თავისი შესაფერისი არხატი ან მაგირანი შეხვდება და მეორე ამ შემთხვევაში უკვე გააგრძელებს გზას. შეიძლება მეორეს უკვე შეხვდეს ვაიშნავური ტიპის არხატი ან მაგირანი და უკვე თავისი ამ გაწმენდილი მარცვლის აღმოცენებაზე იყოს მთელი აქცენტი შემდეგ ეტაპზე გაკეთებული. ხოლო თუ მოხდა ისე, რომ რომელიმე მათგანს დაშორების შემთხვევაში შეხვდა ისევ თავისიანი და ისევ იგივე გზა მოუწიათ, რომ გაიარონ, იგივე ტრიგერებია, იგივე დემონებია, იგივე პროცესებია, ეს ნიშნავს, რომ მათ უბრალოდ წინა ურთიერთობაში ვერ შეძლეს ბოლომდე ამ გზის გავლა და ამიტომ ეძლებათ ისევ იგივე ტიპის პარტნიორთან, ტიპის პარტნიორში არ გულისხმობ იგივე გარეგნობის ან იგივე ჰობის ან პროფესიის ადამიანს გულისხმობ, ისევ თქვათ შაქტიანული ენერგიის მაგირანს ან არხატს, რომელსაც ზუსტად იგივე დემონები ყავს და იგივე პროცესების გავლა ჭირდება, რომელიც გაიარა თქვათ წინა პარტნიორთან უკვე. საერთოდ ჯამში არხატებისთვის და მაგირანებისთვის ძალიან რთულია იდეაში ურთიერთობების თემა და თან ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მათ იციან, შეიძლება გაცნობიერებლად არ იციან და კიდევ ერთხელ გაუსვამ ხაზს იმას, რომ მხოლოდ უფრო განვითარებულ არხატებსა და მაგირანებს აქვს უკვე ის ცოდნა, თუნდაც რომელსაც ახლა ვსაუბრობ და გაცნობიერება და ხვდებიან ამ ყველაფერს და მუშაობენ საკუთარ თავზე, მაგრამ ეს აქამდე რომ მივიდნენ, ისინი ძალიან ბევრ ცხოვრებას ანდომებენ და ბევრი შეცდომა იქნება აქ დაშვებული, ბევრი სახის ურთიერთობა იქნება, რა თქმა უნდა, და ამიტომ არხატები და მაგირანები ყოველთვის ძალიან ბევრნაირ ურთიერთობაში ტრიალებენ ხოლმე, სადაც როგორც წესი ყოველთვის რთულია ხოლმე. იმიტომ რომ ძირითადი აქცენტი ახლა იმაზე კი გავაკეთე, რომ განსაკუთრებით რთული არის შუაიტური ფაზის გავლა, მაგრამ რეალურად ყველა ფაზას თავისი მინუსები და პლუსები აქვს, ყველგან არის თავისი სირთულეები და ეხლა კი უკვე გთხოვთ, რომ დამიწეროთ ამ ვიდეოს ქვეშ, რომელი ტიპის არხატები და მაგირანები უფრო გაინტერესებთ, საერთოდ თუ გაინტერესებთ და შემდეგში მოვამზადებ იმაზე, რაზეც უფრო მეტი მოთხოვნა იქნება. ასევე ეს არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ურთიერთობაში ვერასდროს ვერ დაალაგდებიან და ესე იგი არხატები და მაგირანები ურთიერთობაში მოდიან ტანჯვისთვის, ასე ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ სამაგეროდ დაბალანსებული და ისეთი სრულქმნილი ურთიერთობის შემთხვევაში რეალურად, როდესაც ისინი უკვე განვითარების მაღალ დონეზე არიან, ხო, ისეთი შერწყმის პოტენციალი არის იქ, როგორც არც ერთ სხვა ურთიერთობაში, როგორც არის არხიასა და მთავარანგელოზის დონე, როდესაც ისინი უკვე ტოვებენ მატერიალურ სამყაროს და მატრიცას და გადიან აქედან. მათ არ შეუძლიათ ცალ-ცალკე მატერიალური სამყაროს დატოვება, იმიტომ რომ ისინი მოსულები არიან ერთად, ანუ ერთი მთლიანის ნაწილები არიან და ამიტომ უკანა გზაც არის მხოლოდ გამთლიანების გზა. შესაბამისად, ისინი მაინც ყოველთვის ერთმანეთს ეძებენ და რაც არ უნდა რთული ურთიერთობა გაიარონ არხატებთან და მაგირანებმა, აი ესეთი
არხატებსა და მაგირანებს ურთიერთობას ზოგადად აი გარდაცვალებას და თავიდან დაბადებას გავს ხოლმე განსაკუთრებით თუ შევაიტურ წყულზე არის საუბარი. და რაც არ უნდა რთული ურთიერთობები გაიარონ, მათში არასდროს არ კვდება იდეა, რომ მაინც ისინი უნდა იყვნენ ურთიერთობაში და მაინც წყვილში უნდა შეძლონ განვითარება, იმიტომ რომ მათი გზა ამ მატრიცული სამყაროდან, რომ გავიდნენ და შეუერთდნენ საწყის და დაასრულონ თავიანთი მისია, არის ასევე წყვილში. ამიტომ ისინი არასდროს არ წყვეტენ მაინც ურთიერთობებს და მცდელობებს, გაცნობიერებულები არიან თუ გაუცნობიერებლები, მაინც ყოველთვის მიდიან ურთიერთობებში. ალბათ შეიძლება ყავდეთ ვიღაც ახლობელი ან არ ვიცი ნათესავი ცოტა ესე შორიდან ესეთი ადამიანი, რომელიც სულ ტოქსიკურ ურთიერთობაში ეხვევა და მატერიალური სამყაროს წესებით რო შევხედოთ, რთული რაღაცა ტოქსიკური ურთიერთობებია, მაგრამ რეალურად ადამიანები, ანუ არხატები და მაგერანები თვითონ მიდიან ამ რთულ ურთიერთობებში, იმიტომ რომ სწორედ მანდ არის მათი გამოღვიძება და მიდიან და ყოველთვის ეგებიან არხატები მაგირანის ენერგიაზე და მაგირანები ყოველთვის ეგებიან არხატებზე. მით უმეტეს თუ ეს არის შივაიტური არხატი, იმიტომ რომ შივაიტური არხატები არიან ძალიან ქარიზმატულები, აი თვალს რო ვერ მოწყვიტავ და აუცილებლად რო რა თქმა უნდა დაიქრაშები ესე მარტივად რა ვთქვა მათზე. და სწორედ ეს ხიბლი აქვთ, შეფუთვა სწორედ ასეთი იმიტომ რომ როცა წამოეგება მაგირანი ასეთ შეფუთვაზე, მერე რა ჯოჯოხეთი ელოდება, ის კი არ იცის, ამიტომ კომპენსირებადი შეფუთვა აქვს, ხო, რომ რაღაცით ისეთი დიდით უნდა მიგიზიდოს, რომ მერე ვეღარ მოწყდა, რომ ეს პროცესი ბოლომდე გაიაროს მაგირანმა. ამ ეპიზოდისთვის სულ ეს იყო. ველოდებით თქვენს კომენტარებს, იმიტომ რომ ამაზე იქნება დამოკიდებული ეს თემა განვაგრძო თუ არ განვაგრძო და საერთოდ რამდენად არის დაინტერესება.